რაც შენ იცი და შენ რაც მარტო შენ უნდა იცოდე, ეს მარტო შენ უნდა იცოდე. შენი მტერი პირველი არის შენი ენა. მეტი შენ მტერი არავინ არ აკავს. სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ბიზნესები ზოგადად ამას მხოლოდ სახელისთვის აკეთებენ, რომ აი იმიჯი შეიქმნან და თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ თვითონ გულიდან მოდის ეს თუ თქვენს როგორც სხვა ბიზნესები უბრალოდ ეგრე სახელისთვის აკეთებთ? სიკეთე რაც მე გამიკეთებია, არასდროს არ მithქვია და არსად არ ჩანს. და მე თქვენ იტყვით, რომ შენც იგივე ხარ რაც ის. თუ აკეთებდი, რატო არ ამბობდი? მაგრამ მე თქვენ თუ აკვირდებით ამ ბოლო დროს, ადრე ვეხმარებოდი, ვისაც ლამბორჯინი ყავდა, საჩუქრად უგზავნიდი ლექსუსის ჯიპს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ვინ იყო ეს ადამიანი? ლამბორჯინი ვის ეყოლება, ხო? ფულიანს, ვიღაცას, ხო? არა, ახლა ესე არ ვაკეთებ, ჭკუა ვისავლე და ახლა ზუსტად იმას ვეხმარები, რომელსაც ეს მართლა ჭირდება. და ყველა თავის თვალით ნახავს, რომ ეს ადამიანი მილიონი წელი არაფერში არ მჭირდება. მე მას ვჩუქნი, უკეთებ და იმანაც იცის, რომ მილიონი წელი მე ის არ მჭირდება. მაგრამ ვისაც მე პატივცემ და ვისაც დავეხმარე, ყველა ჩემთან დღეს ზმაგაცობს და მათთან ურთიერთობა, გლეხთან ურთიერთობა მირჩენია, ვიდრე თანამდებობის პირებთან. მაინტერესებს რა არის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იმისა თუ რომ გაიგო რა უნდა გაყიდონ, რა წარმოოთ. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდეთ ყველა თქვენთაგანმა, უნდა ისწავლოთ ერთი რამ. მოთმინება. 7 წამი უნდა მოითმინო. 7 წამის მერე ქართველებს ჩვენ რაც გვაქვს, შენ როგორ გაბედე, 7 წამის შემდეგ გადაგვივლის და მერე გიჩნდება სურვილი, რატომ შეგაგინა და ვინ შეუკვეთა. ეს ჯობია გაიგო ვინ შეუკვეთა, ვიდრე შენ თოფი ესროლო და მოგაშორეს, ხო? ახლა როგორც ახსენეთ, გსურთ საქართველოს შექმნათ ორი ავტოქარხანა და აქედან გამომდინარე მაქვს ერთი კითხვა. თქვენი აზრით, სად არის დღეს საქართველოს როლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კაზე და ამ ავტოქარხნის შექმნიდან დაახლოებით 10-5 წლის შემდეგ სად იქნება საქართველოს როლი? მე რო პირველი პირი ვიყო, პირველი რასაც გავაკეთებდი ავტოქარხანას. დაჩქარებული წესით ისე რომ სახელმწიფოს $1 არ დავახარჯიებდი. და ახლა მეტყვით რომ მუშახელი თქვენ ხო ხედავთ პაკისტანელები უფროა დღეს ვიდრე ქართველები, ხო? ზუსტად ეს არის ჩვენი უბედურება, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერკვევი მე, არც ვერევი, არც ვსაუბრობ. მე ვამბობ იმას, რასაც თქვენ ყოველ წუთს ხედავთ.